გამარჯობა, მე ვარ ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა და ჩვენ ვიმყოფებით ბელგიის დედაქალაქში, ბრიუსელში, ევროპის პოლიტიკურ ცენტრში, ევროპულ საბჭოში და კერძოდ იმ დარბაზში, სადაც წყდება ევროკავშირის პოლიტიკა, კერძოდ აცხადებენ იმ გადაწყვეტილებებს მედიისთვის, რაზეც არის შეთანხმება, კონსენსუსი და არა მარტო, რაზეც ვერ თანხმდებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები. ან დარბაზზე ჩვენ ვისაუბრებთ, მანამდე მინდა გითხრათ, რომ ვიწყებთ ვიდეოების სერიას ევროკავშირზე და ყველაფერი ევროგაერთიანების თაობაზე. გზები ევროკავშირისკენ სიმბოლურად ასე დავარქვათ ამ სერიას. ვინაიდან აუცილებელია ვიცოდეთ თუ რა ხდება ევროპის პოლიტიკურ ცენტრში, ვის რა გავლენა აქვს, ვის რა წონა აქვს, ვინ რას ფიქრობს, რა სტრატეგიით მუშაობენ, რა პროცესებს აქვს ადგილი. გადაწყვეტილებებს იღებენ არა მარტო ევროკავშირის მომავალზე, კონკრეტულად ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესახებ, არამედ იმ ქვეყნებზე, რომლებსაც ევროკაერთიანება პარტნიორად მიიჩნევს მომავალ სახელმწიფოდ, მომავალ წევრ სახელმწიფოდ და კანდიდატის სტატუსი აქვთ. ანუ იმ ქვეყნებზე მიმდინარეობს მსჯელობა ძალიან აქტიურად, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ გახდნენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. ვინაიდან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში სრულუფლებიან წევრად იხილოს, ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ თუ რა ხდება აქ და სად არის საქართველო იმ წრეზე, რასაც გაფართოებისთვის მომზადება ჰქვია. ამიტომ ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, ენერგიას და მონდომებას იმისათვის, რომ გაგაცნოთ ყველაფერი, თუ რა პროცესებს აქვს ადგილი და აქცენტი გავაკეთოთ ევროინტეგრაციაზე, მაგრამ არა მარტო, ვისაუბროთ ყველაფერზე, რაც იქნება აქტუალური ევროპის პოლიტიკურ ცენტრში. დაუბრუნდეთ ამ დარბაზს. დარბაზი შედგება იმ სივრცისგან, სადაც იმყოფებიან ხოლმე ჟურნალისტები და ასევე პოდიუმზე გამოდის, გააჩნია ვინ მართავს და რა ტიპის შეხვედრა არის ევროპული საბჭო თუ იმართება, ანუ სამიტი ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მონაწილეობით, მაშინ შეხვედრას აჯამებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ევროკომისიის პრეზიდენტი და ასევე შესაძლოა რომ აქ გამოვიდეს პრესასთან იმ ქვეყნის პირველი პირი, რომელიც თავმჯდომარეობს ამ დროისათვის ევროკავშირს. კვიპროსია 6 თვის განმავლობაში თავმჯდომარე ქვეყანა, მისი პრიორიტეტები განსაზღვრულია. პრიორიტეტებს შორის უკვე კარგახანია, რაც არის წამყვანი თემა ევროკავშირის მომავალი გაერთიანება, გაფართოება და გაერთიანება, ასევე ვინაიდან კაია კალასი ამბობს თითქმის ყველა პრესკონფერენციაზე, რომელიც ამ საკითხს ეთმობა, რომ ეს იქნება გაერთიანება და არა გაფართოება. იგივე სიმეორებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, რომელიც თulis რომ ევროპარლამენტმა ძალიან დიდი და გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს იმაში, რომ ორგანიზაციის წევრთა რიცხოვნობა გაიზარდოს. ამიტომ ამ ყველაფერზე ჩვენ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც იღებენ კონსენსუსის საფუძველზე, იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ვერ იღებენ, ვინაიდან ერთსულოვნება ასაჭირო ბევრ საკითხზე, რაც ეხება საგარეო პოლიტიკას ევროკავშირში, ვიგებთ ბოლო ინფორმაციას აქ, როდესაც ან მინისტერიალი მთავრდება, ან ევროპული საბჭო. ევროპული საბჭოს დამთავრების შემდეგ, როგორც გითხარით, მედიასთან გამოდის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, მინისტერიალების შემდეგ, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იმართება, მედიასთან შეხვედრას აჯამებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ესტონელი პოლიტიკოსი, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი.
ჩვენ ვისაუბრებთ ბევრს თითოეული პოლიტიკოსის შესახებ, რომელიც დღესდღეობით დგას ევროკავშირში, რომელთა სიტყვასაც აქვს წონა, გავლენა და უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღები პირია და მათი პოლიტიკური წარსულის შესახებაც და იმის თაობაზე თუ ახლა როგორ პოზიციონირებენ და რა გადაწყვეტილებებს იღებენ და ასევე რა ინიციატივებით მიდიან ევროპული საბჭოს შეხვედრებზე, ვინაიდან ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ ის პროცესები, რაც მიმდინარეობს ბრიუსელში, ძალიან ფართოა, მრავალმხრივი, მრავალფეროვანი და ამის შესახებ ინფორმაცია ქართველ სმენელს, მაყურებელს, საქართველოს მოქალაქეს აუცილებელია რომ ჰქონდეს. მე ძალიან მიხარია რომ ამ ყველაფერზე ჩვენ ვსაუბრობთ ბრიუსელიდან და ვისაუბრებთ არა მარტო ბელგიის დედაქალაქიდან, ამიტომ გახსნილად ვაცხადებ ამ სივრცეს გელით შემდეგ ვიდეოებში გზები ევროკავშირისკენ ამ სერიას ასე დავარქვათ. გემშვიდობებით, ნახვამდის და დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის.